მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ახალი ვიდეოთი. საღამოს პერიოდში მინდა რომ ვითევზაო ქორჭილაზე, რა თქმა უნდა სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით, ჩემი ახალი ჯოხით. ეს არის Azuras ბრენდის Safina, დაბალი ტესტის ვერსია გვაქვს ამჯერად, 0.2-დან 3 გრამამდე. მიკროჯიგი შეგვიძლია დავარქვათ ასეთი ტიპის ჯოხს. საკმაოდ კარგი ჯოხი არის იმისთვის, რომ პატარა სიმძიმეები კარგად გავატაროთ. პირველ რიგში პატარა სიმძიმეში გულისხმობ მე 1 გრამამდე ვერსიებს. ახლა მაგალითად მინდა ავიღო ესეთი პატარა ჩებურაშკა, 0.7 გრამი არის. წონაში 10 ნომერი ნემსკავი, ძალიან პატარა და მოტილი ესეთი წითელი ფერის სილიკონი, ეგრეთ წოდებული მოტილი, იგივე კოღოს მატლი ქართულად. ფლუოროკარბონი მაქვს აუცილებლად, რა თქმა უნდა, 0.15 მმ ამ შემთხვევაში, რადგანაც გათვლა მაქვს პატარა სიმძიმეზე და ზოგადად პატარა თევზზე, მაქსიმალურად დელიკატური რომ იყოს ჩვენი მონტაჟი. არც კარაბინს არ გამოვიყენებ, პირდაპირ წამოვაცვამ ჩვენს ჩებურაშკა სიმძიმეს ფლუოროკარბონზე. მეგობრებო, პირველივე გასროლაზე ჩავწყვიტე და შესაბამისად ფაქტურად ვერს გავატარე. არ გამიმართლა, მოკლედ გამოვიდა რაღაც ისეც, რომელიც ვერ გამოვიღე ფიზიკურად. მოკლედ ესეთი მოტილი გვაქვს ფლაგმანის ბრენდის სილიკონი, თან არომატული არის. 10 ნომერ ნემსკავზე წამოვაცმევთ და პასიურ ქორჭილას განსაკუთრებით ზამთარში და ეს უკვე როცა იწურება შემოდგომა, როცა პასიურდება უკვე ქორჭილა, ძალიან მაგარი რამე არის რა, რეალურად ძალიან კარგად მუშაობს. აი ესე. აბა გავისროლოთ. ხედავ რომ თამაშობს ქორჭილა. აბა გავუდაროთ. არის კარგი ქორჭილა. გაძრა. მოდი აქ. ესეთი ქორჭილიოში დავიჭირეთ. ესეთი ქორჭილა მოტილზე პირველივე გატარებაზე მოკლედ. მშვენიერი. აბა წავიდა. მიდი გასკროლე. არის კარგი ზომა დაჭდა. მშვენიერი ქორჭილივს დავიჭირეთ. კიდე ერთი ცალი. მშვენიერი ქორჭილივსი. ესეთი ლამაზი. კარგი ზომა. ასეთი პატარა სატყუარისთვის იდეალური ზომა არის, როგორც ხედავთ. პატარა მოტილით 1 გრამამდე სიმძიმით შეგვიძლია თავისუფლად ესეთი პასიური ქორჭილები დავიჭიროთ, როცა უკვე სხვაზე ერაფერზე მოდის. ან ძალიან ცუდად მოდის. გაუშვათ. აი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი ესეთი მოტილი გვაქვს, 1 გრამიანი სიმძიმე ამ შემთხვევაში, 10 ნომერი ნემსკავი და მაქსიმალურად დელიკატური მონტაჟი. დავაგდოთ ისევ. თან ესეთი საკმაოდ დიდი პაუზა ჭირდება, იმიტომ რომ როცა პასიური არის, აქტიურ გატარებაზე შესაბამისად არ მოდის და როდესაც გატარებას ვაკეთებთ, ცოტა მეტი პაუზა გჭირდება რა, აი, რაღაც ხანდახან 10 წამამდეც კი. ამ შემთხვევაში ეგრევე დაარტყა. მოკლედ ყველა ვარიანტი ცადეთ რა. ხან რა გამოდის, ხან რა ესე მუდმივად ერთი არ მუშაობს ყოველთვის. აუცილებლად ექსპერიმენტი უნდა ატარო, რომ აი მიხვდე იმ კონკრეტულ მომენტში რა უნდა თევს. ორი დარტყმა მქონდა, ავაცილე. სილიკონი მოკაჩული არ არის, ვაგრძელებთ. კარგი ჩაგდება იყო. ქარი სახეში გვირტყავს ფაქტიურად. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ასოდრეს თოზოვა, პირიქით ზურგით როცა არის ხოლმე უკეთესი, იმიტომ რომ აკონტროლებ გადაგდებასაც, დუგა ფაქტიურად არ გაქვს, ანუ წნული ნუცელს არ იკეთებს.
ასე დროს შედარებით რთული არის, როცა დაბალ წონაზე თევზაობ. თუ ხა დიდ წონაზე თევზაობ, რა თქმა უნდა, მგრძნობელობა მეტი გაქვს, როცა კარგად არის დაჭიმული და პატარა სიმძიმე როცა არის, ვერ ჭიმავ ისე როგორც საჭირო არის, ამიტომ ქარის დროს რთული არის ასეთი ტიპის თევზაობა. ну აი ახლო მოტანილზე აზრი აღარ აქვს ფაქტიურად. აი ჩალებს თუ ხედავთ, ალბათ ხედავთ წინ იმას როგორც კი გამოვაცელ აქეთ ჩარტყმა აღარ მაქვს ფაქტიურად. აი კამიშს იქით არის ჩარტყმები. როგორც ჩანს წინ დგას, მაგრამ კამიშის წინ დგას. იმ ტერიტორიაზე დადის, ნადირობს, ეძებს ლიფსიტებს რომ მიირთვას და ჩვენი სატყუარაც იქ ხდება სადღაც და ურტყავს ჩვენ სატყუარაზეც. არის დარტყმა. დავსვით. კორჯილიუსი კიდევ ერთი ცალი. ესეთი კორჯილა. საყვარელი, ლამაზი, თეთრი ფერის. რა თქმა უნდა, გავუშვებთ აუცილებლად. არ გვჭირდება ჩვენ. წასაყვანად არ გვინდა, უბრალოდ ვერთობით დაიჭირე გავუშვის პრინციპით ვთევზაობთ, იმისთვის რომ მოიზარდოს თევზი და შემდეგ მოზრდილ თევზზე კიდევ უფრო კარგი სიამოვნება მივიღოთ. ეგ არის ჩვენი მიზანი სპორტსმენების. არის დავსვით პატარა კორჯილიუსი. ე ბატონო. ესეთი პატარა კორჯილა დავიჭირეთ კიდევ. ესეთი ერთი ცალი ბაჭკა. როგორც ჩანს სიმძიმის შეცვლამ ეგრევე იმოქმედა დაბალ წონაზე მშვენივრად რეაგირებს. მაღალ წონაზე არ რეაგირებს. ამ ხელს ხოლმე აყიდავთ ფაქტიურად გავანახევრეთ 1 გრამ-ნახევარი, 1 გრამი ქონდა და 0.7 გრამი არის ეს უკვე. რაც შედეგს იძლევა. ამაზე დიდი ვფიქრობ, კარგი არ იქნება. ну არც არის პრინციპში დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. თუ ქარი არ ქრის, დაბალი წონა იდეალურად მუშაობს მოკლედ ამ ადგილას. ეგ არის ჩვენი გასაღები. დაჭდა. ესეც პატარა. ესეთი პატარა კორჯილიუსი. შიგად და შიგ მაინც არის ჩარტყმები და ესეთი პატარები არის. ну ის თავდაპირველად კარგი ზომა დავიჭირე და დანარჩენები ერთ ისე გამოირჩევდა ზომაში. ну ყოველ შემთხვევაში შედეგი არის, ჩათვლაში არის ვერთობით რაც თავარია. მოკლედ ესეთი პატარა დელიკატური მონტაჟით განსაკუთრებით ზამთარში, ну თავისუფლად შეგიძლიათ გაერთოთ კარგად. ну პირველ რიგში სამაგისო ტბა არის ბაზალეთი, ბაზალეთზე საკმაოდ ბევრი და პატარა ზომებიც არის და იქ თითქმის რავის მთელი ზამთრის განმავლობაში შეიძლება კარგად თევზაობა და კორჯილას დაჭერა. ერთი წლის წინ ჩავწერე ზუსტად აქ ვიდეო პირველად. მაშინ კარგად დავიჭირე. აჰა, კიდე ერთი კორჯილა დაჭდა. ესეც პატარა ზომა. პატარა კორჯილიუსი. მაშინაც კარგად ვითევზავე, მანდ ზომები კარგად ვიჭირე შარჩან. ერთი თითქმის კილონახევრამდეც იყო, ну კილო უეჭველი, ახლა არ ამიწონია ფიზიკურად, მაგრამ ძალიან მაგარი ზომა იყო. შესაბამისად, შემოდგომას შეიძლება აქ გართობა. დანარჩენი სხვა ტბებზე და სხვა წყალსაცავებზე. გააჩნია როგორი აღჭურვილობა გაქვს, ეს კი, ეს საკმაოდ ჩორს მიდის. აი, დავსვით. ადი კორჯილიუსი. ესეთი კორჯილიუსი დავიჭერთ. ესეთი. დავით. მეგობრებო, დაგვიღამდა მოკლედ. ფაქტიურად არაფერი აღარ ჩანს.
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ თევზაობაზე? მე კვაყოფილი ვარ პირველ რიგში, იმიტომ რომ დაახლოებით 10-12 წელი ქორწილად დაჭერა შევძელი, აქედან დაახლოებით ესე ალბათ 3-4 წელი იყო მოზრდილი ზომა, დანარჩენები პატარები, რასაც მარმიშკით შეიძლება დავიჭერდეთ, იგივე ზომის იყო რა პრინციპში. მარმიშინგი გამოგვივიდა, იმიტომ რომ 0.7 გრამზე ვთევზაობთ ძირითადად. ნუ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, კარგი და დადებითი შედეგი იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ძალესღილაკი, დღევანდელი ვიდეო დალაიქოთ და მე ვეცდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. აბა, დროებით და წარმატებები ყველას. შევხვდებით ძალიან მალე მომავალ ვიდეოში. აბა, დროებით.